ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, იმიტომ რომ არა მხოლოდ ეს არის ყველაზე ხელშესახები ერთ-ერთი სიკეთე, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არამედ ამის მოპოვებას დასჭირდა უამრავი წლის შრომა და მე მახსოვს, როგორ მოუთმელად ელოდებოდა ჩვენი საზოგადოება ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენ უვიზოთ გვემოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში და სამწუხაროდ დღევანდელი უკვე ასე ვთქვათ ძალაში შესული ამ გადაწყვეტილებით ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯი გადავდგით ყველამ საქართველოს ყველა მოქალაქემ იმ მიმართულებით, რომ დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის შეჩერება ზოგადად ყველა საქართველოს მოქალაქის პასპორტისთვის. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ნაბიჯი, რომელიც დღეს გადაიდგა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა რომ ყველას შევახსენო, რომ უვიზო რეჟიმი, როდესაც ჩვენ მივიღეთ, პირველი ვინც დაიწყო უვიზოთ მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში, სწორედ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელები იყვნენ, შემდეგ გავრცელდა ეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე და ეხლა უკანა მიმართულებით მივდივართ იგივე რიგითობით, როგორც ჩანს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ჩვენ ფაქტიურად, ასე ვთქვათ, უკვე გავხდით განსაკუთრებულ კატეგორიაში გადავედით, სხვა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეები დამატებით გარკვეულწილად შეიძლება ითქვას შემოწმებას, რეკომენდაციას იძლევა ჩვენს შემთხვევაში და ესეც რა თქმა უნდა არის ძალიან საგანგაშო სიგნალი. თავისთავად ესეც გამოიწვია იმან, რომ საკმაოდ რთული არის სხვათა შორის, ასე ვთქვათ, აი ეს მოცემულობა, როდესაც გარკვეულ კატეგორიას ეკრძალება უვიზოთ შესვლა ევროკავშირის ქვეყნებში და არა ყველას, ხო? ანუ აღსრულების თვალსაზრისით ეს უფრო რთული პროცესია და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ფაქტიურად ყველაზე ვრცელდება უკვე რაღაც ახალი რეჟიმი დამატებითი კონტროლის სახით. და რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გაუქმებას სამსახურეობრივი პასპორტებისთვის, ეს არის ცხადია პოლიტიკური განაცხადი, რომ ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს რეალურად ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ჯერჯერობით უტოვებს ევროკავშირი უვიზოთ მიმოსვლის შესაძლებლობას და უქმებს ამ შესაძლებლობას მხოლოდ რეჟიმს და თუ ვინმე საინტერესებს როგორ გამოიყურება არ აღიარება ევროკავშირის მხრიდან რეჟიმის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი. ჩვენ ვართ თუ არა უკვე იმ ეტაპზე, როდესაც ქართულ ოცნებას პრაქტიკულად აღარ შეუძლია რაიმე ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც პოზიტიურ დინამიკაში გადაიზრდება ევროკავშირთან ურთიერთობების. ევროკავშირი ამბობს თავის პოზიციას, რომ უნდა შეაჩეროს ის პოლიტიკა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ახლა აწარმოებს. მაგრამ აქვს თუ არა ამ რეჟიმს რაიმე ლავირების საშუალება იმისთვის, რომ მართლა არ მივიდეს ბოლოს ყველასთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე საქმე და ასევე პოლიტიკურად საერთოდ არ მოწყდეს ეს ქვეყანა ევროპულ სივრცეს. დანამდვილებით, დარწმუნებით ვიტყვი და ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს დღეს რეჟიმს, რომელიც მართავს ქვეყანას, რომ თავიდან აარიდოს ჩვენს ქვეყანას ეს საფრთხე, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ვიტყვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ რატომ თუ გნებავთ თქვენს შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გააცნოთ საზოგადოებას უფრო დეტალურად ჩამონათვალი 8 პუნქტია თუ სწორედ მახსოვს თუ 9 პუნქტი იმ მოთხოვნების, რასაც ევროკავშირი უყენებს რეჟიმს იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. არც ერთი ეს პუნქტი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ცხადია. არ არის რთულად შესასრულებელი, თუნდაც ამ რეჟიმისთვის, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ მოითხოვს რაიმე ისეც, რაც არ არის შესრულებადი, მაგრამ როდესაც შენ გთხოვენ, მათ შორის ამ ჩამონათვალში არის რეპრესიული კანონების უკან გაწვევა, ხო, რომელიც მიღებული იქნა გასული 2 წლის მანძილზე. და როდესაც ეს არის მოთხოვნა, ერთ-ერთი მოთხოვნა იმისთვის, რომ შენ უვიზო რეჟიმი არ დაკარგო და ამის პარალელურად მიიღო ამ პარლამენტმა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გუშინ წინ და გაფორმდა იმავე საღამოს ხელმოწერით და ძალაში შევიდა, დამატებითი აბსოლუტურად აბსურდული, დრაკონული
მე არ ვიცი მართლა მიჭირს რომ მოვძებნო სხვა სიტყვარითი ავღწერო ის კანონი რაც მიიღეს გარდა აბსურდულისა როდესაც შენ ამ კანონებს იღებ იმის ნაცვლად რომ გააუქმო უკვე მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა აქ მე ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მიზან მიმართულად მიყავს საქართველოს იქითკენ რომ ჩვენ სხვა გამოსავალი ასე ვთქვათ არ დარჩეს ევროკავშირს გარდა იმისა რომ დღის წესრიგში დასვას უვიზო მიმოსვლის ქალბატონ სალომე უვიზო რეჟიმი ეს არის შესაძლებლობას და დეკლარირებაც იმის რომ ჩვენ ვართ ამ სივრცის ნაწილი და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ამასთანავე შეგვიძლია ვიმსჯელოთ გეოპოლიტიკურ შედეგებზე ამ ყველაფრის აი ჩვენ დავინახეთ ახლა რეგიონში არსებული სიტუაციის დროს აი ირანს ვგულისხმობ როგორ აბსოლუტურად დაუცველი და მარტოა რუსეთის პირისპირ ჩვენი ქვეყანა. აი ასეთი ნაბიჯები, რომელსაც ქართული ოცნება დგამს და შემდეგ ვიღებთ პასუხს და შედეგს ევროკავშირისგან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც ამდენი საფრთხეა ჩვენ გარშემო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს დღეს არის მძიმე მდგომარეობაში, პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ ფაქტიურად მოკავშირის გარეშე დარჩენილი, იმიტომ რომ გაუქმებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან გაწყვეტილია ყველანაირი პოლიტიკური დიალოგი და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ გაყინულია ევროკავშირთან ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით უკიდურესად დაძაბული და არამეგობრულიც კი მე ვიტყოდი ურთიერთობა ისეთ სახელმწიფოებთან როგორიც არის გერმანია, ისეთ სახელმწიფოსთან როგორიც არის საფრანგეთი. ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც არ ვიცი გარიყულია ისეთ თანამშრომლობის ფორმატიდან როგორიც არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ჩვენ აღარ ყავს წარმომადგენლობა, იმიტომ რომ არადემოკრატიული ასე ვთქვათ ქვეყნის წარმომადგენლობას იქ არ მისცეს შესაძლებლობა მუშაობის, გულისხმობ დღევანდელ ქართული ოცნების დელეგაციას. ჩვენ დღეს არ ყავს არც ერთი ძლიერი მოკავშირე, მაშინ როდესაც საფრთხე არის ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, უამრავი არის ის საფრთხე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას, ასე ვთქვათ, პოტენციურად შეიძლება დაემუქროს, იმიტომ რომ ის რაც ხდება უშუალოდ ჩვენს რეგიონში და ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით გადაიზრდება თუ არა ეს გრძელვადიან სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც ირანში ხდება და გრძელვადიანად ეს რას გამოიწვევს, ასე ვთქვათ, გადაადგილებას დიდი ნაკადების, დევნილების თუ სხვადასხვა და ჩვენ აქ ვართ აბსოლუტურად დაუცველი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა მათ შორის საკუთარი თავის დაცვის, პოტენციური თავდასხმისგან, როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში აზერბაიჯანში და მე ყველას შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თანაგუნდელი მაშინ ჯერ კიდევ ალასანია გავიხსენოთ, რაზე დაიწყო მისი დევნა, ეს იყო სწორედ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებასთან დაკავშირებით, როდესაც ის დაერია საკუთარ თანაგუნდელს, იმიტომ რომ ცხადია, მათ შორის რუსეთის დაკვეთაა, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს აუცილებლად დაუცველი. და ჩვენ პოტენციურად ასევე გვემუქრება საფრთხე ცხადია რუსეთიდან, იმიტომ რომ სულ უფრო ბევრი ადამიანი, ანალიტიკოსი თუ პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა სხვა სახელმწიფოებში, სამეზობლოში, თუ უკრაინაში ვერ მიიღებს იმ შედეგს, რაც უნდა და ამიტომ არის, რომ დღეს აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც კი არ ვიცი ლამის დღეგამოშვებით ჩადიან ვაშინგტონში, ცდილობენ ახალი თანამშრომლობის ფორმატების მოძებნას ევროპასთან, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ დასავლეთის ზურგის გარეშე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, რომ გაუმკლავდეს მარტო, ეს არის საკმაოდ რთული. ქალბატონ სალომე. ჩვენ დღეს საერთოდ არაფერს არ გვეუბნება ხელისუფლება, რას აპირებს, როგორ აპირებს, რომ გაუმკლავდეს
პოტენციურ საფრთხეებს ამ ქვეყნის წინაშე, რომელიც დგას ძალიან რეალური საფრთხეები ჩემი აზრით. მე მინდა ახლა დაგისვათ შეკითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რომელთანაც თქვენც აღნიშნეთ თქვენს პასუხში, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. ამასთანავე ვართ იმ რეჟიმში, როდესაც ივანიშვილის პარტია პირდაპირ მტრად აცხადებს თავის განცხადებებში შეერთებულ შტატებს და ლანძღავს პირდაპირ მარიონეტს უწოდებს დონალდ ტრამპს ამ ქვეყნის პრეზიდენტს. ამ დროს მისი ჯგუფი, ეგრეთ წოდებულ დეპუტატთა ჯგუფი ჩადის შეერთებულ შტატებში. რამდენად სერიოზულად აღიქვამთ თქვენ აი ამ ვიზიტს 4 დეპუტატის შემადგენლობით? იცით რა, მე ესე ვხედავ, რომ დღეს რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე მდინარაძე იყო ჩასული ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო, მე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ეხლა თუ ვინმეს გონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს იმისი თავი, რომ რევიზია გაუკეთოს, ასე ვთქვათ, რა მოთხოვნებიც არსებობს, ხო, აი კონკრეტულ უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, ეს ცხადია, ასე არ არის და ის თემები, უსაფრთხოების თემები, სადაც იციან, რომ ყისიერი და ძალიან მძიმე რეაგირება იქნება დღევანდელი ადმინისტრაციისგან, მე დარწმუნებული ვარ, რომ უსიტყვოდ სრულდება ყველა მითითება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის სანაცვლოდ იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, თხოვნა, რომ მოხდეს რაღაცა ტიპის კონტაქტი, შედგეს და კონტაქტი თავისთავად ყოველთვის საჭიროა და მათ შორის ყველანაირ რეჟიმთან არის საჭირო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ უნდა გაცვალო შენი პოზიციები. ამ ვიზიტის პოლიტიკური შინაარსი ჩემი აზრით დაფიქსირდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სწორად ამას ამბობს, რომ შედგა შეხვედრა და ჩვენი პოზიცია გავაცანით ქართულ მხარეს, რა არის მოლოდინი იმისთვის, რომ ურთიერთობების გამოსწორება დაიწყოს. რა არის ეს მოლოდინი? ჩვენ ეს მოვისმინეთ, მათ შორის გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების უკანასკნელი ელჩი, იმიტომ რომ ახალი ელჩი არ დანიშნულა და გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო აღნიშნული ელჩი, რომელსაც ჰქონდა გზავნილი პირდაპირ სახელმწიფო მდივნისგან, მარკო რუბიოსგან და რაც დღეს ჩვენ გვითხრას არის, რომ არაფერი ახალი სათქმელი. და რა არის ეს ნაბიჯები? მაინც სულ არის ამაზე საუბარი, თქვენთვის არის თუ არა მეტნაკლებად ცხადი, რა ნაბიჯებზე ლაპარაკობს შეერთებული შტატები იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს აი ამ ურთიერთობებში? მე შემიძლია შეგახსენოთ, ყველას გვახსოვს ალბათ, როდის გაუქმდა სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან, როდის მიიღო ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს მოხდა, როდესაც რუსული კანონი მეორეჯერ იქნა ინიცირებული და მიღებული, ხო? როდესაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარე ყველანაირი საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში გამოცხადდა მტრულ საქმიანობად, ხო? მტრული სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობად. ამის შემდეგ შეწყდა გაუქმდა სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ჩამონათვალი, რომელიც აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ალბათ არის ძალიან ახლოს, მე ვიტყოდი, თუ არა ანალოგიური იმ მოთხოვნების, რაც აქვს ევროკავშირს, მაგალითად იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენ არ გაგვიუქმდა. ეს არის რეპრესიული კანონმდებლობის შეჩერება და ზოგადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი ამ ავტოკრატიული სისტემის გამყარების შეჩერება. რასაც ხედავთ, რომ სრულიად პირიქით, ძალიან მარტივად არის. ხო, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მარტივად არის ესეც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საკმაოდ მარტივად შეიძლება რომ შესრულდეს თუ არსებობს ესეთი ნება, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას აქვს რეალური პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, იმიტომ რომ რუსეთის დიდი ხნის დავალება შესრულდა, სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენ აღარ გვაქვს
ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ მხოლოდ უნდათ ეს პიარის დონეზე, ასე ვთქვათ, მათმა პროპაგანდისტულმა და უკვე სანქცირებულმა ტელევიზიებმა რომ რაღაცა გააშუქონ, რომ ვაშინგტონში ვიღაც ჩადის და იქ ვიღაც ჩანს, მხოლოდ ეს სჭირდებათ და არა რეალური გადატვირთვა, მე ამაში ღმათ ვარ დარწმუნებული.